აქ თქვენ ხედავთ როგორ გაიზარდნენ შავი ჯარისკაცები, შეხედეთ. რამხელა ლარვებია უკვე. ამ კულტურაში ლარვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, იმიტომ რომ ემათ ყოველდღიურად ვაჭმევ ქათმებს რაღაც გარკვეულ რაოდენობას. Ცოცხლები პირდაპირ შეიძლება ამოიღოთ და დაუყაროთ. და ძალიან კარგი საკვებია, ფაქტიურად ხორცია. აქ ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ათასობით ლარვა გახლავთ. ესენი უკვე კარგი გაზრდილები არიან, ცოტა ხანში შეწყვეტენ ჭამას და ამოვლენ საკვები თასიდან. დაიწყებენ ამოსვლას. აი ეს უკვე იქნება, რაც ამოვა, ჯერ ესენი არ მოძვრებიან, ეს იქნება პრეპუპა, ანუ პრეჭუპრი. აი პრეჭუპრი არის ყველაზე უფრო კარგი საკვები, თუმცა ესეც ძალიან კარგია, დიდი ზომის ლარვები. პრეჭუპრი ნაწილი წავა სადედე გუნდში, უпроსტად სადედე გუნდისა ცალკე მყავს თერმოსტატში იდეალურ ტემპერატურაზე. ესენი გავაშრობ ჰაერღუმელში, თუ რაიმე გადაურჩათ ქათმებს და ვაჭმევ მერე. უბრალოდ პრეპუპა გარბის შეიძლება ითქვას და ამიტომ უმჯობესია ის რაც საკვებად არის განკუთვნილი ფრინველებისათვის, აი სწორედ ასე იყოს. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.